უკრაინის და რუსეთის ომი. აი, ნახეთ, თქვენ ამბობდით, რომ აი უკრაინის და რუსეთის ომი 4 დღეში დასრულდება თუ 3 დღეში თუ რაღაც ეგეთი რაღაც ჟღერდებოდა ალტინფოდან, ხო? აი, ეხლა როგორ უყურებთ, გადააფასეთ თქვენი, ასე ვთქვათ, შეფასება თუ რა შეიცვალა თუ აი ეს დამოკიდებულება ამ ომის მიმართ. ვიცოდი რომ ამ კითხვას დამისვენ. უნდა გსონოდათ. ნუ, უყურეთ, ჩვენ არასოდეს არ გვითქვამს. არსად, რომ უკრაინის ომი დამთავრდება 2 დღეში. თქვენ ალბათ გულისხმობთ რაღაცა კონტექსტიდან ამოგლეჯილ ვიდეოს, სადაც ერთ-ერთ გადაცემაში, რომელიც უკრაინის ომის დაწყებიდან მეორე თუ მესამე დღეს გავიდა, ჩვენ ციტირებდით ამერიკის მაშინდელი გენერალური შტაბის ხელმძღვანელს მარკ მილის ციტატას, რომელიც მან გააჟღერა და დასავლურმა მედიამ გაავრცელა. მან აღნიშნა, რომ ომის დაწყების შემთხვევაში 72 საათში უკრაინის დედაქალაქი იქნება აღებული რუსეთის ჯარის მიერ. თქვენ ესე არ ფიქრობთ? არა, არასოდეს არ გვითხოვთ ჩვენ და სისულელე. თუმცა ეს ნარატივი იყო თქვენგან წამოსული ბევრისგან, სხვათა შორის, აი ანტილიბერალებისგან, რომ რა სისულელე გააკეთა თურმე გააკეთა ეს ზელენსკიმ, რატო მისცა საშუალება ომის დაწყების იყო ეს, რა ქნა ეს, რა გაუკეთა უკრაინას და რა თქმა უნდა, მალევე რუსეთი გაიმარჯვებს. მე გეტყვით, ჩვენ რა პოზიცია ვქონდა, იმიტომ რომ ხა იმდენი დეзинფორმაცია ვრცელდება ხა თუ ჩემი პასუხი გაინტერესებთ აგერ მე გეტყვით. ის რა არის ხო უბრალოდ მეც მაქვს მაგასთან დაკავშირებით რაც მინდა თანო დისკუსიაში შემოვიდა არა დასრულეთ და კი დისკუსიაში მინდა შემოვიდა იმიტომ რომ ეგ მე ზურა მახარაძესთან ვთქვი დებატებში თავის დროს და მართლა ეგ ვიდეო მაგ გამზადებული და მაინტერესებს მაგაზე პასუხი რა რა იქნება. ეგ ვიდეო მაქვს მე მგონი. კი ხო და მინდა რომ თან ნახოთ ერთად რა რეგიონთან დაასრულეთ და მე გეტყვით რას ვამბობდით ჩვენ. ჩვენ ვამბობდით რომ აი ეს პროპაგანდისტული ისტერია, რომელიც მაშინ საქართველოში იყო, აი საუბარი იმაზე, რომ აი ახლა რაღაც შანსი გვაქვს, აი ახლა რუსეთი იშლება, აი ახლა რაღაცა რუსეთს ტყვია წამალი დაეცლება, რაღაც პუტინი ბუნკერშია, მისი ორეულია და ამ შემდეგ, აი ასეთ საუბრების მიმართ ყოფილიყავით ფრთხილად. არ არის ეგ რეალობა, რომ რუსეთი დაიშლება, ეგ ძალიან ოპტიმისტური ზღაპრული სცენარია, რომ რაღაც ამხელა სახელმწიფო ჩვენ ქართული ოცნების მხრიდან გვესმის, რომ ევროპა იშლება. ხო, საერთოდ აი ეგეთი ეგ არის თქვით, რომ დასავლეთი მაგალითად რა ცუდ დღეში, ეგეთ რაღაცებს ამბობს ხოლმე ეს ფარები თავისი ნარატივის გასაძლიერება. დასავლეთი გაიშლება რეალისტური. შეიძლება რუსეთიც არ იყოს კარგ დღეში. ხო, კი ბატონო. ანუ ეგ არ ნიშნავს, რომ რაღაცა იშლება და ვიღაცა სადაც ქართული ოცნების პირობებში დღევანდელი სახელმწიფო, ნუ მეტნაკლებად არ იშლება, იქ სხვა სახელმწიფოები რატო არ უნდა დაიშალოს? ხო, ყველაზე თუმცა ის ვიდეო ძალიან საინტერესოა. გააქვთ? ხო, კი, მაიხი გამზადებული მაქვს. ხო, ის რა, აი, უბრალოდ მაინტერესებს. აი, ხო, დაასრულე და მე თუ მინდა 50 ვიდეო გამოიშვა. არა, ეგ უნდა. ამიტომ ჩვენ ვართ რისი წინააღმდეგი, იცით? აი პოლიტიკაში რაღაცა ეიფორიების, დილეტანტური წარმოდგენების, აი ძალიან მშრალი პროპაგანდის, რომელიც რეალურად აზრს და რეალობას არის მოკლებული, რაც შეეხება იმ საკითხს, რომ რაღაც ზელენსკის ან უკრაინის მიმართ, უკრაინისადმი ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, რა ვიცი, ოფიციალური პოზიცია, რაც უნდა კონდეს საქართველოს. უკრაინა არის საქართველოს მეგობარი სახელმწიფო, ყოველთვის ჩვენ იგივე პრობლემები გვაქვს უკრაინასთან დაკავშირებით. რა პრობლემებიც ჩვენ გვაქვს და ცხადია ჩვენი პოზიცია შესაბამისი უნდა იყოს, მაგრამ უკრაინის სახელმწიფომ რა შეიძლება თეორიულად ან პრაქტიკულად შეცდომები დაუშვა და ყველა უშვებს შეცდომას. ეგ შეცდომები საქართველოს არ უნდა დაუშვას. თუმცა აქ ლაპარაკი ყო არაპროვოცირებულ ომზე და შეცდომა ისე ლაპარაკი ომის კონტექსტში ყველას ესმის, რომ სადღაც არის რაღაც მინიშნება, რომ თითქოს უკრაინის მხარეც დამნაშავეა? არა, დამნაშავე რა შუაში კაცო. აგრესორი ამ შემთხვევაში ცალსახად რუსეთი. აი ეს არის მთავარი. ეგ რაზე აქვს საუბარი. მაგრამ შენ შეიძლება შენი ქმედებებით რაღაცა გამოიწვიოს შენს თავზე.
ეს არ არის მარტო ჩემი შეხედულება. ხო, ეს უკვე ორაზროვანი რაღაცა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამ ვერტიცულტი მოგცემთ სიტყვას მინდა რომ ეს ვიდეო მაყურებელმა ნახოს და ვიდეო თქვენ ერთნაირი ვიდეოები და არა ხო მე არ ვიცი მე მაქვს ჩემი მინდა გამოჭრილი ზურასთან დებატი აი მიკროფონთან შეგიძლია ხო შემიძლია მივიტანო და აი უბრალოდ კითხვით რომ ამერიკელი გენერალის ფრაზას ვიმეორებდიო მაგრამ მაინტერესებს აი ეს ყველა ამის გამეორება იყო თუ აი ესო ჩავშალოთ იმიტომ რომ მე რა ვიცი არ მგონია რომ ყველა ხუთ შემთხვევაში თუ რამდენიმე შემთხვევა არის რა როცა ეს თქვით თქვენ და არ მგონია ყველა შემთხვევაში ეს გაგემეორებინა და სულ მკიცებუთ ფორმატს აქვს მოდი ვნახოთ უბრალოდ ეს უკრაინა თქვენი დაეცემა 72 წელი თქვენ ამბობთ სამდღეში საერთოდ აღარ იაცებს უკრაინა ისე თუ არ მოხდა რასაც ჩვენ ვამბობთ რავი ჩვენი ხელით დავყურავთ ამას ეგ შეცდომა თქვენ დავდეთ ეს ხომ გეუბნებით ხო ნუ ეს მე გავუძლებ ხო არა ვიტყვი ის რომ პოლემიკის ტაქტიკური და სტრატეგიული იცი მაგრამ ჯერთი მტკიცებით ფორმატში რატომ ამბობ რომ ფსონი დავდეთ რუსეთს საიდან არა მე ქართულ სახელმწიფოს ფსონზე ვსაუბრობ თქვენ უნდა მიპასუხოთ კაცო მე ოცნება რომელიც არ ჯდება დისკუსიაში აი რუსეთთან დალაგებ თქვენ დაზურაბ מחართ ნამდვილად ერთ პარტიაში რუსეთთან დალაგებას რას გულისხმობ მოდი თუ მათქმევინებ და დავამთავრებ იმიტომ აი მაინტერესებს აი ხა შენ ბევრი რაღაც ირიბი პრეტენზიები დააფიქსირე პირველი რაც აჩვენე პირდაპირ ჩემი ის იყო მან კითხულობ იმ მონიტორში ეგ მაჩვენე ხო არა თანაპარტიელებს ციტირებდი პირდაპირ თქვენს გარდა თქვენ თანაპარტიელები ცალობთ თანაპარტიელებსაც ისეთი არაფერი არ უთქვამთ მათ შენ რაც აჩვენე რავი თუ გინდა დადე მე ინტერნეტში და დადებული მაგაც და ვეცეტას ლაიქი ხალხმა გადაწყვიტოს ხო ეგ ერთი მეორე რაც შეეხება რუსეთზე ფსონს ნუ ეს არის რაღაც ანუ ჩვენ საქართველოზე ვდებთ ფონს ესა ფსონს და არა რუსეთზე ან რომელიმე სახელმწიფოს რუსეთთან დალაგება რაც შეეხება რუსეთს ეხლა თუ არ გამაწყვეტინებ და ცოტა დროს მომცემ კი ბატონო აი ძალიან ლაკონურად კი ბატონო მე ჩემს პოზიციას და ჩვენი პარტიის პოზიციას დავაფიქსირებ ამ საკითხთან დაკავშირებით რაც შეეხება ბაზების თემას აგერ სრული პასუხისგებლობით როგორც საქართველოს კონსერვატორები საქართველოს თავმჯდომარე გეუბნები რომ არანაირი ეგეთი ჩვენი პარტიული პოლიტიკური შეხედულება არის რომ რუსეთის ბაზები უნდათ საქართველოში დავაბეროთ არც ბაზებზე დალაგება არაფერზე ეგეთი არც შენარჩუნება მით უმეტეს ამ რეალობაში მით უმეტეს საერთოდ არარეალისტური მგონია მე რომ ამაზე წინასწარ ილაპარაკო საჯარო ფორმატში შენ რო სულ რაღაცაზე სახელმწიფოსთან ივაჭრო მით უმეტეს ასეთ ფორმატში ეგ შენ წინასწარ არ უნდა ილაპარაკო მით უმეტეს ასე იმაში ონლაინ რეჟიმში ან თქვენ ამბობთ რომ ეს რო რუსეთთან უნდა დავლაგდეთ აი ყურეთ დავლაგდეთ მოდი მაგაზეც აი არ მიყვარს ხოლმე ეგეთი რაღაც სიტყვებით მანიპულირება და გაუგებარია მოდი მე ხა ავხსნი აი საგარეო ვექტორზე ვსაუბრობთ ხო ეხლა ჩვენ როგორი უნდა იყოს ჩვენი პოზიცია, ჩვენი სახელმწიფო. ხო, ანუ გამიხარდება ეგ რომ მოვისმინოთ, რომ იქ როგორც ჩანს რაც მოვისმინე, ცოტა სხვა პოზიციები არის და ხო, არა, მაინტერესებს თქვენი პოზიცია, პარტიული კონსერვატორების პოზიცია მაინტერესებს. საქართველოს პოზიცია შენ თუ გაინტერესებს, აგერ დაგიფიქსირე უკვე. რაც შეეხება საგარეო ჩვენი კურსი, რაშიც მოიაზრება მათ შორის რუსეთი ცხადია, იმიტომ რომ სხვა ქვეყანა, რომელთან პირდაპირ ტრული დამოკიდებულება გვაქვს და მათი ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე დგას. ყურეთ რაშია საქმე. საქართველოში სამწუხაროდ ცოტა როგორი ინფანტილური, არაადეკვატური დამოკიდებულება საზოგადოების ერთ ნაწილში დამკვიდრდა ამ საგარეო საკითხთან დაკავშირებით. იცით რომ ძალიან მარტივად და პრიმიტიულად უყურებენ სამყაროს. წარმოუდგენიათ რომ მე ხა შენ არ გულისხმობ რაღაც ისე რომ არც მე მიმაჩნია რომ გულისხმობ რომ აი ამბობენ რომ დედამიწა და ეს საერთაშორისო ურთიერთობები არის რაღაცა ზღაპრული სამყარო სადაც არიან კეთილი ბიძიები და არიან ბოროტი ბიძიები კეთილი ბიძიები და კეთილი სახელმწიფოები უბრალოდ აი ფილანტროპული ქველმოქმედებითი რაღაცა სურვილებით მოქმედებენ, უბრალოდ სიკეთის განხორციელება უნდათ, ხოლო აი ბოროტი სახელმწიფოები არიან აი როგორც აი ფენტეზის სამყაროში რაღაც ორკები და რაღაც მორდორია, რომელსაც უბრალოდ არამოტივირებული სიძულვილი ამოძრავებთ. და აი ასეთი ზღაპრული ინფანტილური წარმოდგენებს ამყარებთ. ეს ვის აქვს? ნუ არის ეგეთი წარმოდგენები. აი მაგალითად პროდასალურ ფლანგს ვისაც ჩვენ ვეძახით,
აი პროდასალურ ფლანგზე არის ხოლმე. მე მეძახით პროდასალურ ფლანგს, თუ მე არ ვარ პოლიტიკოსი და აი პროდასალურ ფლანგს მაგაზეც შეგვიძლია ვისაუბრე ხოთა რომ მე არ მაქვს ეგეთ წარმოდგენა. ანუ მე მგონია რომ საქართველოში არსებობს ორი ფლანგი, პროქართული ფლანგი და პროდასალური ფლანგი. საერთოდ პრორუსული ფლანგი ვიღაც კონკრეტული გიჟების გარდა და მარგინალების გარდა მე მგონი საქართველოში არ არსებობს. მაგაზეც რატო გამორიცხავთ იმას რომ პროდასავლური შეიძლება პროქართული იყოს? მე მაგალითად იმაშნია რომ პირველ რიგში ეს პროქართულობა არის პროქართულის ეს პროქართული არა პროქართული უნდა იყო პროდასავლელი ვერ იქნება პროქართული მაგრამ პროდასავლელი ვერ იქნება პროქართული არა მე შეიძლება ნახე როგორ რაღაცა მე ჩემსაც გეტყვი მაგალითად რა რომ პროდასავლელად მიმაჩნია შეიძლება თავი იმ ნაწილში რომ მინდა რომ ეს ქვეყანა იყოს იმ ცივილიზაციის წევრი რომელზეც მოდის რომ კონდეს რა ვიცი ევროებში საშუალო ხელფასი რომ კონდეს ვეტერანს იმას ჯარისკაცს მეხანძრემაშოს მეტი დაფასება რაც ევროკავშირში არის მაგრამ პროქართული ვარ იმიტომ ჩემი სუვერენიტეტი ჩემს თავარია ანუ შენთვის პრიორიტეტული თუ არის პროქართული დამოკიდებულება ესე იგი პროქართული ხარ შენთვის თუ პრიორიტეტულია დასავლეთი რასაც გვეტყვის ესე იგი არა მე სულ მე კაცო მე სხვა ადამიანები ვარ სადაც მე სულ ვამბობ იმას რომ ჩემი გამოცდებოდეს არც იქ არც შენზე არც მithქვამს მე შენი მისამართით რასაც ვამბობ ინფანტილური დამოკიდებულება რაღაც უყურეთ არსებობს კატეგორია ხალხის რომელიც ამბობს რომ აი დასავლეთი რა ვიცი საქართველოს დაიცავს იმიტომ რომ დასავლეთი საქართველოს უყვარს უყურეთ სამყარო არ არის ეგეთი ზღაპრული რაღაც რეალობა სამყარო იმართება ძალიან კონკრეტული ცივსისხლიანი გეოპოლიტიკური ინტერესებით და ეს გეოპოლიტიკური ინტერესები მათ შორის განპირობებულია კონკრეტული კომპონენტებით გეოგრაფიით სად მდებარეობს ლოჯისტიკური საკითხებით, სამხედრო ძალის პროექცირებით, ეკონომიკური პოტენციალით, შიდა პოლიტიკით, იდეოლოგიით, მაგასაც მნიშვნელობა აქვს, აი იდეოლოგია როგორი. იმიტომ რომ მაგაზეც შეიძლება მე საგარეო პოლიტიკა აწყო. მაგათ ირანი არის იდეოლოგიზირებული სახელმწიფო და იდეოლოგია მას არ აძლევს საშუალებას რომ ისრაელთან და ამერიკასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები დაამყაროს. აქედან გამომდინარე ჩვენთან ეგეთი რეალობა დამკვიდრდა, რომ არსებობს კატეგორია, აი პროდასავლელებს მე ვისაც ვეძახი, რომლებიც ამბობენ, ამტკიცებენ, რომ ჩვენ გვყავს მეგობრები და უყურეთ ქართული გაგებით მეგობარი ვინ არის? აი ქართულ მენტალობაში, ქართულ რეალობაში მეგობარი არის ძმის შემცვლელი ადამიანი, ხო? რომელიც შენს გამო მათ შორის მზად არის საკუთარი თავი საფრთხეში ჩაიგდოს. არა, ნუ ხო, ეს არის ქართული გაგებით მეგობრობა. დღევანდელ საქართველოს ეგეთი მეგობარი ვინმე ყავს, ვინც საქართველოს გამო საფრთხეში თავს ჩაიგდებს. მე ძალიან შორს ვარ ეგეთი აზრების, ამერიკას აქვს თავისი ინტერესები, რა თქმა უნდა და ჩვენთან ასე ვთქვათ, ამიტომ არ შეიძლება ჩვენ ვიღაცას უწოდოთ მეგობარი რომელიც არ არის შენო მეგობარი. ეხლა კიდევ დავამატე. მაგრამ არც ის უნდა გავაკეთოთ, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, როდესაც პოტენციურ პარტნიორებს, აი მეგობარსა და პარტნიორს შორის არის განსხვავება. აი პოტენციურ პარტნიორებს შორის, აი თუნდაც ამერიკა იქნება, დასავლეთ ევროკავშირის ნაციონალური სახელმწიფოები, მათ შორის ევროპის, იმიტომ რომ დასავლეთს როდესაც ჩვენ ვეძახით, ეს მონოლითურ ერთობად არ უნდა წარმოვიდგინოთ. ტრამპის ამერიკა ერთია, ბაიდენის ამერიკა დიამეტრალურად განსხვავებული სხვა რაღაცა. ევროკავშირი ერთია, მაგრამ პოლონეთის ნაციონალური სახელმწიფო შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს ევროკავშირის პოლიტიკასთან. აქედან გამომდინარე ჩვენ პარტნიორი, რომელიც შეიძლება პოტენციურად ჩვენი გახდეს, თუნდაც ევროკავშირის სახით, იმასთანაც ურთიერთობები არ უნდა გავაფუჭოთ. აი მაგალითად, ხელისუფლების პრობლემა რა არის? ხელისუფლება შიდა ლეგიტიმაციისთვის გარე აქტორებს იყენებს ბუად. აი როდესაც თქვენ ისმენთ რაღაც აბსტრაქტულ გაუგებარ ცნებებს, როგორიც არის deep state. აი რა არის deep state? აი თქვენ იცით? ხმა სახელმწიფო, ანუ რაღაც ვინ არის ეს? ის ადამიანი, რომელიც არჩანა. ანუ ვიღაცა მასონები, რეპტილოიდები, აი გაუგებარი სუბსტანცია, ეგეც სპეციალურად კეთდება იმისთვის, რომ ნუ ვერ დაასახელოს კონკრეტული ადრესატი. ამას რატომ აკეთებს, იცით, ქართული ხელისუფლება? იყენებს ძალიან მარტივ სტრატეგიას, გარე მტრის ფაქტორს იყენებს შიდა ლეგიტიმაციისთვის, მის გარშემო რომ მოხდეს. ანუ ქართული ოცნებისთვის გარე მტერი დასავლეთია.
ამას ბოლომდე არ ასახელებს, მაგრამ deep states როდესაც ხმარობს, ან აბსტრაქტულად გულისხმობს, რომ დასავლეთში არიან ვიღაც ძალები, რომლებიც ემტერებიან საქართველოს. ეგეც არ არის სწორი მიდგომა. არ შეიძლება შენ გააფუჭო ურთიერთობა ხელოვნურად შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე შენს პოტენციურ მეგობრებთან, არა, პარტნიორებთან, რომლებიც შენ რუსეთთან ომის შემთხვევაში არ დაგიცავენ, მაქსიმუმ რაღაცა რეზოლუცია მიიღონ და აი გაგიმარტივონ სავიზო რეჟიმი. ამის იქით ისინი არ წავენ, მაგრამ ეგეც ხო საქმეა. ეგეც რატო უნდა გააფუჭო? ხო, მაგრამ გიორგი, ნიცი როგორ რაღაცა არა გეთახმები, ძირითადად საკითხს გეთახმები, ხო? დავამთავრებ და მე რაღაცები, მე კითხვები დამისვა. კი. რაც შეეხება ახლა რუსეთს. უყურეთ, ცხადია, კარგი იქნებოდა რეალობა, სადაც რუსეთთან ჩვენ ყველაფერი დალაგებული გვაქვს. აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენთვის დაბრუნებულია და რა ვიცი, პრობლემა არ აქვს. კარგი ურთიერთობა გვაქვს. ცხადია, ამისკენ შენ ნაბიჯები უნდა გადადგა, რომ ეგ შესაძლებელი გახდეს. ანუ სახელმწიფოს დონეზე გულით, მაგრამ თუ ეგ შეუძლებელია, შენ სულ მინიმუმ რაც უნდა გააკეთო და ჩემი აზრით ეს ახლა პრიორიტეტი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოს. შენ რუსეთთან კონფრონტაციულ რეჟიმში არ უნდა აღმოჩნდე. როგორც აღმოჩნდით 2008 წელს. იმიტომ რომ შენსკენ არავინ არ იქნება. შენ არავინ არ დაგიცავს. მარტო მიგატოვებენ რუსეთთან. ევროკავშირის შექმნის კომისიას ტალიავინი უხემძღვანელებს მაგ კომისიას და ომის ინიცირებასაც შენ დაგაბრალებს. მერე 2 წელიწადში მოვა ამერიკაში ბაიდენი, რომელიც გადატვირთვის პოლიტიკას დაიწყებს რუსეთთან და მიშა სააკაშვილს ეტყვის ლარსის გამშვებ პუნქტთან ახლა დადექი და რუსეთის ტურისტებს იქ რაღაცა რეკლამა გაუწიე. აი ამ მდგომარეობაში არ უნდა ჩაიყენო საკუთარი თავი. კარგი. როცა ამბობთ რუსეთთან არ უნდა შეხვიდეთ კონფრონტაციაში. აი ამის უკან რა დგას? რას ნიშნავს არ შევიდეთ კონფრონტაციაში? აი რუსეთი ზის და გელოდება რომ შეხვდეთ. აი მაინტერესებს ხო? რამე უნდა დაუთმო მე რუსეთს? არაფერი არ უნდა დაუთმო რუსეთს. რაც არის შენი სტრატეგიული ინტერესი. შენი წითელი ხაზები ყოველთვის უნდა იყოს განსაზღვრული. მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას, რომ შენ კონფრონტაციული პოლიტიკა ატარო. რიტორიკის დონეზეც კი თხილად უნდა იყო რუსეთთან. აი რიტორიკას რამ ხელა მნიშვნელობა აქვს, იცით? რიტორიკაში მე გულისხმობ, აი მაგალითად ტრამპი რაღაცას რო დაწერს, მათ შორის ან იტყვის. აი ტრამპის განცხადებებს მაგალითად მოყვა ირანის მხრიდან მოლაპარაკებების ჩაშლა. ან პირიქით რაღაცა ირანის ლიდერების რაღაც კონფრონტაციულ ან რადიკალურ განცხადებას მოყვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პირდაპირი დაბომბვა. გასაგებია, მაგრამ დომედე უკვე ჩვენ დავამთავრებ. იოტის ოდენა არ უნდა მივცეთ რუსეთს საბაბი, რომ ჩვენზე სამხედრო აგრესია გამოწვევს.